დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. თქვენ გახსოვთ ჩვენი გადაცემის მთავარი სათქმელი. სათქმელი, რომელიც უცვლელად ერთი გადაცემიდან მეორე გადაცემაში იღვრება. სათქმელი, რომელიც არასდროს დაილევა, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაზე მთავარია, ყველაზე ფასეულია. ეს ადამიანს უკავშირდება. რადგან ადამიანი არის ყველაზე დიდი ღირებულება ნებისმიერ საზოგადოებაში. რადგან ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მეტად გასაფრთხილებელი და ასე ვიწყებ მე ყოველ დღე გადაცემას, ამ სიტყვებით მოვდივარ თქვენს ოჯახებში სტუმრად და ყოველთვის, როდესაც ჩვენ საუბრობთ ცოდნის ამაღლებაზე, ცნობადობის ამაღლებაზე, კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩვენი ცოდნის გაღრმავება, გაძლიერებაზე, ეს სიტყვები განსაკუთრებით მიესადაგება ხოლმე სათქმელს. მიესადაგება ერთი მარტივი მიზეზის გამო. კალენდარზე მონიშნული რიცხვები ჩვენთვის უბრალო თარიღები არ არის. ისევე როგორც არ არის დღევანდელი დღე. დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს აუტიზმის საერთაშორისო დღეს. აღნიშნავს აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღეს. როგორი ფორმულირებითაც არ უნდა ვახსენოთ ეს თარიღი, მთავარი სათქმელი უკავშირდება ჩვენს ცოდნას, რა ვიცით აუტიზმის შესახებ. როგორ შეიცვალა ჩვენი დამოკიდებულება ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების მიმართ წლების მანძილზე გაუთავებელი საუბრის შემდეგ. როგორ შეიცვალა საზოგადოების ინფორმირების ხარისხი მას შემდეგ, რაც სისტემატურად, ყოველწლიურად ამ თარიღთან დაკავშირებით ვიკრიბებით და მედიცინის უახლეს მიღწევებზე გესაუბრებით. როდესაც ჩვენ საუბრობთ საზოგადოების განვითარებაზე, იმ საზოგადოების, რომლის სიმწიფის ხარისხი არის გადამწყვეტი, როგორ მივიღებთ განსხვავებულობას, რამდენად ჰუმანურები ვიქნებით, როგორ დავაფასებთ ადამიანის სიცოცხლეს, მით უფრო რომ ყველა სიცოცხლეს აქვს თავისი ღირებულება. ამას ამბობს დღევანდელი დღე. ეს არის ჩვენი გადაცემის სათქმელიც ყოველდღიურად და განსაკუთრებულია ასეთ დროს ჩვენი მოგონებები, რომელიც უზარმაზარ ისტორიებს იტევს. და ვიდრე სტუდიაში სტუმრები შემოგვიერთდებიან, მე აუცილებლად მინდა გაგახსენოთ ისტორია, რომელიც პრაქტიკულად წლების მანძილზე მოყვება ჩვენს გადაცემას. წარმოუდგენელია ეს თარიღი თემიკოს გარეშე. თემიკო, რომელიც ძალიან პატარა შემოვიდა ჩვენი გადაცემის ისტორიაში. თემიკო, რომელიც ძალიან განსხვავებულად შემოვიდა გადაცემაში. შემოვიდა მოკრძალებული, ნაკლებად მეგობრობდა მაშინ ჩვენთან. არც მოსწონდა მე მგონი მაშინ ჩვენთან მეგობრობა. თუმცა გავიდა წლები და იცვლებოდა თემიკო, იცვლებოდა მისი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. იცვლებოდა მისი სამარჯვები, იცვლებოდა ის მასშტაბი, რომელშიც ის აგრძელებდა თავის ცხოვრებას, საქმიანობას, უამრავი რამ ისწავლა. ურთულესი ეტაპები გაიარა და მივიდა იქ, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს, იმიტომ რომ უყვარს, იმიტომ რომ ხელეწიფება, იმიტომ რომ გამოსდის და თანაც კარგად გამოსდის. აი როგორია თემიკო დღეს, მოდით გავიხსენოთ ჩვენი საახალწლო გადაცემიდან. ნიკა გაბაძე, დანიელ ადიკაშვილი და თემიკო ფილაური. ჩვენი თემიკო, რომელიც არის ჩვენი ოჯახის წევრი და ჩვენს თვალწინ გაიზარდა. თემიკო, გილოცავ დამდეგს ჯანმრთელობას გისურვებ და მე ძალიან მიხარიად, რომ დღეს შენ ასეთი საჩუქრით მოხვედი ჩვენთან. თავს როგორ გრძნობ? როგორია შენი როგორც მუსიკოსის ცხოვრება? ძალიან გაგრძნობ თავს, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ მუსიკებს ვუკრავ და ამიქსებ და რა ვიცი, რა უნდა გითხრათ,
ეს იყო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. ასე აღვიქვამთ, იმიტომ რომ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი გუნდის, ჩვენი ოჯახის წევრების მიერ არის გადადგმული, ჩვენთვის არის დიდი ზეიმი და როდის შეიძლება ეს გაგიზიაროთ, თუ არა 31 დეკემბერს საახალწლოდ, როდესაც ყველასათვის ახალი ეტაპი იწყება და ამ შემთხვევაში თქვენ თავად რწმუნდებით, რომ ჩვენი გადაცემის გმირების, ჩვენი სიუჟეტების პერსონაჟების 2011 წელს, როდესაც ქრისტიშანამ პირველად მოგვიყვა თემიკოს შესახებ, ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ დღეს ბენდთან ერთად ისტუმრად მოვიდოდა ჩვენს გადაცემაში. დღევანდელი თარიღი ჩვენი გადაცემის ისტორიის ნაწილიც გახლავთ. არა იმიტომ, რომ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გადაცემებს გეგმავდით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი კონცეფციის ნაწილია. ეს რუბრიკა, ეს თემა, როდესაც ჩვენ საუბრობდით ადამიანზე ყოველთვის, როდესაც ჩვენ საუბრობდით ადამიანის სიცოცხლის ფასეულობაზე მიუხედავად განსხვავებისა და ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს ამ თემაზე საუბარი უფრო დეტალურად მოგვიწევს, თუნდაც იმიტომ, რომ კონკრეტული თემები, რომელიც არის თარიღთან მისადაგებული, წელს სწორედ თარიღის შესაბამისად ვაფიქრებს ამ თემებზე. გვასაუბრებს, გვალაპარაკებს სწორედ ამ თემებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი თარიღი იმითაც, რომ ჩვენ არ ვარღვევთ ტრადიციას და ტრადიცია უკვე იმდენად ხანდაზმულია, ცოტა მერიდება კიდეც ხოლმე, რომ დავასახელო ხანდაზმულობის ასაკი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ტრადიციის ფარგლებში ჩვენს გადაცემაში მოდიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ამ საკითხებზე და ადამიანები, რომლებიც თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ჩვენს მაყურებლებს წლების განმავლობაში უზიარებენ. ალბათ თქვენთვის გასაკვირი არ იქნება, თუ გადაცემას დავიწყებთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმართან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი ნანა ტატიშვილი. ქალბატონ ნანა, მოგესალმებით. მე შემთხვევით არ ვახსენე დღესასწაული, მასთან დაკავშირებული ტრადიციები, თარიღები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს დღე არის ცნობადობისთვის დაწესებული, მაგრამ ჩვენთვის იმდენი გამარჯვების ისტორია დაგვიგროვდა, რომ გარკვეულწილად სადღესასწაულო შტრიხებიც კი შეიძინა. უფრო მეტიც, ტრადიცია რომ ვახსენე, ეს ტრადიცია არ გულისხმობს უბრალოდ კალენდარში კონკრეტული თარიღის მონიშნვას ან გადაფურცვას კალენდრის გვერდისა. ეს გულისხმობს ურთიერთობებს, რომელიც ამ გადაცემის შიგნით ჩამოყალიბდა და უპირველესად თუნდაც თქვენი სისტემატური სტუმრობა. ასე დაიწყო 2008 წელს, როდესაც ჩვენ აუტიზმზე ვისაუბრეთ და აუტისტური სპექტრის აშლილობაზე და ძნელად წარმოსადგენი იყო მაშინ ის გზა, რომელიც გამოვიარეთ. რამდენად დიდი გამარჯვებები აღმოჩნდა ამ გზაზე. თუმცა კითხვა მაინც რჩება. თუ ამდენი ხანია საუბრობთ ამ თემაზე, მაშინ რა საჭიროა დღესაც კიდევ ერთხელ ვისაუბროთ? დიდი მადლობა მოწვევისთვის, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, აქტუალობა არ დაკარგა და ეს ჩანს იმ დევიზებშიც თუ თეზებშიც, რასაც ყოველწლიურად მსოფლიო საზოგადოება, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, ჩვენ გვაძლევს და დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ისინი პირველ რიგში ჰუმანურობას, განსხვავებულობას და ნებისმიერი სიცოცხლის და ადამიანის, როგორც ყველაზე დიდ ღირებულებას ასე ასახავენ და არ შემიძლია არ გავიხსენო, რომ ჩვენი უწმინდესი უნეტარესი, რომელიც ახლა სწორედ ბოლო დღეებში გარდაიცვალა, პირველი რასაც ამბობდა იყო, რომ ყველაზე დიდი ღირებულება არის ადამიანი. ნამდვილად, როგორიც არ უნდა იყოს, იქნება ეს ეპილეფსიის მქონე, აუტიზმის მქონე, პრობლემის არ მქონე, თუ რაღაცა სხვა მდგომარეობის მქონე, ადამიანი არის ცენტრი ყველაფერი მისა, რისთვისაც მის გარშემო უნდა ტრიალებდეს მთელი სამყარო და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება კარგი, ხარისხიანი ცხოვრება შეუქმნათ ამ ადამიანებს. მით უმეტეს, რომ მათი უმეტესობა იწყება ბავშვობიდან და ეს არიან ბავშვები, რომელსაც თუ ჩვენ არ შევუწყეთ ხელი, რა თქმა უნდა, მათი ცხოვრების ხარისხი არ იქნება ისეთი, როგორიც ჩვენ ოჯახს და ქვეყანას უნდა და სჭირდება. ქალბატონ ნანა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ეს საუბრები, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა
რომელიც გარკვეულწილად სამედიცინო პრობლემასაც აღემატებოდა, იყო სტიგმა. სტიგმა, რომლის წნეხის ქვეშ იყო არა მხოლოდ ბავშვი, არამედ მშობელი, ოჯახი და საზოგადოება, მიკრო და მაკროსოციუმი ხშირად იმდენად დაუნდობელი იყო ამ ბავშვებისა და მშობლების მიმართ, რომ სწორედ სტიგმა ითვლებოდა მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად უკეთესი მართვისთვის, თუნდაც პრობლემის გამჟღავნებისთვის, თუნდაც დროული მიმართვიანობისთვის, ადრეული თერაპიის დაწყებისთვის, უბრალოდ თერაპიების ადრეულ ეტაპზე დაწყებისთვის და ასე შემდეგ. ამ წლებმა შეცვალა თუ არა ეს სტიგმა? რადიკალურად შეცვალა. ალბათ წარმოუდგენლად ჩემი ასაკის ადამიანს ალბათ არ წარმოედგინა, რომ ვთქვათ, არც ისე დიდ დროში ისტორიული თვალსაზრისით ასე შეიცვლებოდა და თუ ჩვენ 2011 წელს ერთმა მშობელმა მოგცა მხოლოდ თავისშვილის ფოტოს გამოდების საშუალება და უფლება, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მშობლები აქტიურად არიან ჩაბმულები თავიანთი შვილების უფლებებისთვის ბრძოლაში, მათი ცხოვრების გაუმჯობესებისათვის, მათი სამედიცინო თუ სოციალური საკითხების მოგვარების საქმეში და ამაში ძალიან დიდი როლი ითამაშა მშობელთა ორგანიზაციებმა, რომლებმაც დააჩქარეს ეს ყველაფერი და დღეს თუ თავისუფლად ხდება ამ ბავშვების გამოჩენა, აღიარება, მონაწილეობა სასწავლო პროცესებში, სოციალურ აქტივობებში, ყველაფერში, ეს რა თქმა უნდა მაქსიმალური ღვაწლი ამაში არის მშობლების და მშობელთა ორგანიზაციების. ვიდრე გავაგრძელებთ საუბარს, მე მინდა ვისარგებლო კიდევ ერთხელ შემთხვევით და გაგახსენოთ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ტრადიციულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უამრავი ისტორია დაგვიგროვდა და უამრავი შთამბეჭდავი ისტორია აღმოჩნდა ჩვენს არქივში, არათუ არქივში, ჩვენს გალერეაში, პორტრეტების გალერეაში, სადაც განსაკუთრებული ბავშვები განსაკუთრებული ისტორიებით ნამდვილად გვაკვირვებენ და გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ აღფრთოვანებაში მოვიდეთ მათი შედეგებით. ისტორია, რომელიც ახლა მე მინდა გაგახსენოთ, მართლაც ძალიან განსხვავებულია. თქვენ გახსოვთ გიგის სტუმრობა ალბათ ჩვენს გადაცემაში. როდესაც მოკრძალებულად ჩვენთან სტუმრობის დროს მან გაამჟღავნა, რომ უყვარს ხატვა. და ის ნამუშევრები, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, იყო პატარა ბარათებზე დატანილი, სულ პაწაწუნა ბარათებზე და ნელ-ნელა გამრავლდა ეს სურათები, დიდ ფურცლებზე გადაიტანა, შემდეგ ტილოებზე გადაიტანა და რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ ისტორიაში, პირველი გამოფენა, რომელიც მას ჰქონდა და რომლის არსებობაც გარკვეულწილად შესაძლებელი გახადა ჩვენი გადაცემის სტუდიაში ამ ექსპოზიციის მოწყობამ. ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში არის ის, რომ თავდაპირველად გიგისთვის მოტივაციად იქცა დაპირება, რომ თუ ის კარგად იმუშავებდა, უბრალოდ გააგრძელებდა ხატვას, ჩვენ მოვაწყობდით მის გამოფენას ჩვენთან გადაცემაში და მართლაც ასე მოხდა. გიგის გამოფენა მოეწყო პირველად ჩვენს გადაცემაში. და ეს აღმოჩნდა უზარმაზარი ბიძგი და სტიმული მისთვის, იმიტომ რომ მან გააგრძელა მუშაობა არაერთი გამოფენის შესახებ ჩვენ მოგიყევით სხვადასხვა წელს, რომელიც ძალიან დიდი სიყვარულით მოამზადა გიგიმ და როგორია დღეს გიგი. რამდენად ერთგულად აგრძელებს ხატვას, რამდენად უყვარს ის გატაცება, რომელიც ოდესღაც მისთვის აღმოჩნდა ასეთი მასტიმულირებელი და მამოძრავებელი და საერთოდ როგორია დღეს გიგი, რომელმაც პირველად საკუთარი თავიც და საკუთარი ნახელავით სწორედ ჩვენი გადაცემიდან წარუდგინა საზოგადოებას. მოდით ვნახოთ წლების შემდეგ ეს ისტორია, რომელსაც ქრისტი შანავა თავის სიუჟეტში მოგვითხრობს. დედი როგორი ლამაზია, ხო? სამთრის პეიზაჟია ისევ? Yes. გიგი სამთარი რო დამთავრდა?
გიგის 4-ვე დრო რეალურად უყვარს და მის ნამუშევრებში ჩანს კიდევაც წელიწადის 4-ვე დრო. თუმცა ზამთარი აქვს არაერთი და როდესაც ამ ნამუშევრზე დაიწყო მუშაობა, რეალურად ზამთარი სრულდებოდა. ეს თებერვლის ბოლო რიცხვებში აქვს დაწყებული. ვუთხარი რომ ამ ნახატს ხوار დავარქვათ ვემშვიდობებით ზამთარს და რაღაცნაირად მართლაც ისე გამოვიდა თბილი, თან რაღაც ისეთი ფერებია თითქოს მოლოდინია გაზაფხულის და თან დამპირდა გიგი რომ გაზაფხულზე ძალიან ბევრ ფერად ნამუშევრებს შექმნის ხო გიგი? აი ნატურმორტებს, ყვავილებს ხო გიგი? დახატავ? რომელიმე გინდა? აი ეს თავი მოაცურე. აი ეს შეგიძლია გამოიყენო. თქვენი სტუმრობა არაერთი ყოფილა ამ სახელოსნოში და როდესაც პირველი ვიზიტი იყო, გემახსოვრება და საზოგადოებას ახსოვს ალბათ გიგი როგორი პატარა იყო და მისი ნამუშევრებიც შესაბამისად იყო შესრულებული. ყველაზე დიდი ხელჩასაჭიდი ესე ვთქვათ მოუძებნეთ და ჩავებხაუჭეთ ამ ნიჭს. ის რასაც გიგის შემოქმედება ქვია, არის მრავალფეროვანი. გარდა ხატვისა ძერწავს, აპლიკაციებს აკეთებს და ეს კიდევ უფრო მეტი შემოტევადია და უფრო მეტ ესე ვთქვათ შრომის უნარიანობას მოითხოვს. ახლა კი მე გავაკეთე. ყველაფერი არის ძალიან ესე ვთქვათ ერთმანეთისგან განსხვავებული. ღია მწვანე. წლებთან ერთად გიგის განვითარებაც შეიმჩნევა და ეს მის ნამუშევრებს ეტყობა და ცხადყოფს კიდევაც ნამუშევრები. რეალურად ალბათ იმ ეტაპზე ვართ, რომ ყველაზე საინტერესო პერიოდია გიგის შემოქმედების ახლა. რაღაცა დიდი გეგმების მზაობა არის, უფრო მეტი ესე ვთქვათ ამბიციები გაგვიჩნდა და მე მგონი იმსახურებს გიგი და გიგის ნამუშევრები კიდევაც უცხო სხვა აუდიტორიას და ჩვენი ორიენტირი ახლა ძირითადად არის რომ როგორღაც ერთი კარგი საინტერესო გამოფენა გავაკეთოთ ფარგლებს გარეთ. ბოლოს მახსოვს თქვენ სტუდიაში ძალიან საინტერესო გამოფენა გქონდა ქალბატონ მარისთან. გიგის ზამთრის პეიზაჟები მახსოვს და ამასთან ერთად იყო გიგის პორტრეტები, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო პროექტია ჩემთვის, როგორც მშობლისთვის. ნახეთ როგორია პერსონაჟები. აი, რომელთაც აქვს სახელები, გვარები. აქ არის 100-ზე მეტი პერსონაჟი. ეს პერსონაჟები თავისი ხასიათით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მათ აქვს სახელები და გვარები. რომლებიც პირად იცის გიგიმ ყველა. პანკები აცვლებ ფერებს და შვიტრი. ამით განასხვავებ? ხო, ფერებში. ფერებში. და რაც თავარია, ყველას აქვს თავი სახელი და გვარი, ხო? რატომ დაარქვი სახელი და გვარი? ყველა მათგანს იცნობ თუ მიყვარდა სახელი და გვარი. გვადი გვაკლია. მართლა საოცარია, როდესაც ადამიანი ქმნის 260 პერსონაჟს, რომელსაც აქვს თავისი სახელი, გვარი, ინიციალები და რეალურად ქალბატონ მარი საკმაოდ კარგად აღნიშნა, რომ ყველა არისო ინდივიდუალურიო და გამომეტყველებაც კი სხვადასხვა აქვს. ხშირად მუშაობს კვირის მანძილზე, შეიძლება რაღაც ჩავარდნები გქონდეს და პერიოდები რეალურად გვაქვს და ამას ვერსად ვერ გავექცევით, რთულ პერიოდებს ვეძახით ხოლმე, თუმცა ვიცი რომ მე მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყო ამ პერიოდში, მას უნდა ავუხსნა რომ ზოგჯერ მეც მაქვს ესეთი პერიოდები და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის და შემდეგ ისევ ვიწყებთ ესე ვთქვათ რესტარტს. გიგი თავის თავს პოულობს რეალურად ხელოვნებაში და მან ძალიან კარგად იცის რომ მისი წარმატების გასაღები არის აქ. და ჩემი ყველაზე დიდი რეალურად ოცნება ის რაც წლების მანძილზე წარმომედგინა ხოლმე რეალურად დღეს ამ ყველაფერს ვუყურებ და ალბათ ვფიქრობ რომ ეს იყო ის რისთვისაც ვიბრძოდი წლების წინ. შეუძლებელია ამ სიუჟეტს უყუროთ გუგრილად, იმიტომ რომ ამ ისტორიას ვერ უყურებთ გუგრილად. სიმართლე გითხრათ, ბევრი რამ გვაქვს საამაყო ჩვენს გადაცემაში. ჩვენი გადაცემის ისტორიიდან უამრავი ფურცელი შეგვიძლია
სიამაყით გავუზიაროთ ჩვენ საზოგადოებას, მაგრამ ყველაზე დიდი მონაპოვარი მე მგონია ის ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა ამ გადაცემის დამსახურებით და ძალიან ხშირად, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორ ვითარდება ესა თუ ის ისტორია, როგორ იცვლება ადამიანის ბედი, ძალიან დიდი სიამაყით უნდა ვთქვათ იმ გამარჯვებებზე, რომელიც ჩვენი გადაცემის პერსონაჟებს აქვთ. შეუძლებელია ვინმე უყუროს გიგის ისტორიას და არ აღფრთოვანდეს მისი ნამუშევრებით და არ დააფასოს ის გზა, რომელიც მან თავის დედიკოსთან ერთად გამოიარა და რაც თავარია არ გახდეს მისი გულშემატკივარი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უამრავი გამოფენა გველოდება და ჩვენ აუცილებლად მოგიყვებით გიგის წარმატებებს. თუმცა თქვენ გახსოვთ ჩვენი დღევანდელი საუბრის დასაწყისში, ქალბატონმა ნანამ ახსენა, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველწლიურად სათქმელი, რომელსაც პროფესიული საზოგადოება, ფართო საზოგადოებას უზიარებს, მიუხედავად განსხვავებულობისა, ჰუმანურობა, როგორც მთავარი პრინციპი და დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლის მიმართ, როდესაც თითოეულ სიცოცხლეს აქვს განსაკუთრებული ღირებულება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი გადაცემისთვის ეს არის ქვაკუთხედი, ეს არის მთავარი ღერძი. ამიტომ ვიწყებ ხოლმე გადაცემას, ჩვენ საუბრობთ ადამიანზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. და სწორედ ამ თემაზე საუბარს ვაგრძელებთ ჩვენს კოლეგასთან ერთად, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ, რომელიც ასევე არის ტრადიციულად ჩვენი გადაცემის სტუმარი და არც ამჯერად ვარ ვღავთ ტრადიციას, შემოგვიერთდა მედეაზი რაქაშვილი, ბავშვთა ნევროლოგი და ფსიქიატრი, ერთდროულად მედიცინის დოქტორი. მეტად ილამშვიდობისა. მე შემთხვევით არ ვახსენე, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტრადიცია და ქალბატონმა ნანამ შეგვახსენა, რომ ცნობადობის დღეებთან დაბრუნება ღირს ყოველთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად ხანდაზმული შეიძლება იყოს ეს ტრადიცია, თუნდაც ამ გადაცემის ფორმატში. მაგრამ სათქმელი, რომელიც წელს არის საგანგებოდ გამოყოფილი, ერთი მხრივ განსხვავებულობა, რომელზედაც ჩვენ სისტემატურად საუბრობთ და საზოგადოების მიმღებლობა და მზაობა განსხვავებულობასთან დამოკიდებულებაში და აქ მთავარი პრინციპი ჰუმანურობა, რომელიც განსაკუთრებულ ფასეულობად სწორედ ადამიანის სიცოცხლეს უსვამს ხაზს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველა სიცოცხლეს აქვს თავისი ღირებულება. რატომ აღმოჩნდა საჭირო სწორედ ამ სიტყვების თქმა ამ თარიღთან დაკავშირებით, აუტიზმის პრობლემების ან აუტისტური სპექტრის აშლილობასთან ასოცირებული პრობლემების ხაზგასასმელად? მოგესალმებით. ძალიან საინტერესოა ხო, რომ აი ჩვენ მახსენეთ, რომ ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს ამ ჩვენ შეხვედრებს და ნამდვილად ყოველ წელს პრაქტიკულად არის ისეთი თემატიკა, რომელიც თითქოს რაღაცა დონეზე კავშირში არის, თქვათ, წინა თემატიკასთან, მაგრამ რაღაცა გარკვეულწილად ახალი ემატება. ეს ალბათ გამომდინარეობს იქიდან, რომ საზოგადოება გაცილებით მეც ვსწავლობთ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით და ალბათ ვერ იქნებოდა ის მთავარი გზავნილები მიმღებლობასა და ჩართულობასთან დაკავშირებით, ჩვენ რომ ამაღლებაზე, აუტიზმთან დაკავშირებით ინფორმაციის ამაღლებაზე არ გვქონოდა ძალიან აქტიური კამპანიები. შესაბამისად, თუ გარკვეული დროის განმავლობაში აუტიზმის სპექტრის აშლილობაზე საუბრობდით მკვეთრად სამედიცინო ჭრილში, როდესაც ვამახვილებდით ყურადღებას შედარებით დეფიციტზე და ვამბობდით, რომ ჩვენ უნდა რაღაცეები გამოგვესწორებინა აუტიზმის სიმპტომების მქონე ადამიანებში. დღესდღეობით ვსაუბრობთ უკვე იმაზე, რომ მიმღებლობა აი ამ სიმპტომების იყოს ადეკვატური. ჩვენ დავანორმალიზოთ ის, რასაც ვხედავთ განსხვავებულ ადამიანებში და ეს განსხვავებულობა გამოვიყენოთ მათ ძლიერ მხარეთ. ჰუმანურობაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად ძალიან ხმამაღლა ვსაუბრობდეთ ამ გზავნილებზე. იმიტომ რომ ის რომ სამედიცინო წრეებში ჩვენ დავიწყეთ ცვლილება სამედიცინო მიდგომის სოციალური მიდგომით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამის შესახებ საზოგადოებასაც მივაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენ ვამბობთ მუდმივად რომ ბავშვებს ვისაც აქვთ აუტისტური სპექტრის აშლილობა, მშობლებს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდებათ მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აქ დგას ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომ მშობელი კი აკეთებს მაქსიმუმს იმისათვის, რომ გააუმჯობესოს ბავშვის მდგომარეობა.
მეტნაკლებად მსგავსი გახადოს ტიპური განვითარების მქონე ადამიანების, მაგრამ რასაკეთებს საზოგადოება იმისათვის, რომ მიიღოს შედარებით განსხვავებული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. და აქ მოდის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზგასმა, რაც აუცილებლად უნდა გამოვყოთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განსხვავებული არ ნიშნავს ნაკლებს, რომ განსხვავებული ტიპური განვითარების ადამიანებისგან არ ნიშნავს, რომ ნაკლებად ღირებულია და განსხვავებულთან დაკავშირებით ჩვენ უნდა გვქონდეს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ გავაკეთოთ ყველაფერი მათი ადაპტირებისთვის, ადაპტაციისთვის, იმისათვის, რომ გარემო გავხადოთ მეტად მოდიფიცირებული და მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლინება. გიგის მაგალითი შესანიშნავია, რომ მიმართულება, რომელშიც მან შეძლო თავისი უნარების მაქსიმალურად გამოყენება, ის იქნა აღმოჩენილი და გამოყენებული და დღეს კმაყოფილია თვითონ მოტივაცია აქვს მუშაობის, გამოფენის გაკეთების და ცხოვრების ხარისხი მისი არის შესანიშნავი. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტყველების ფუნქცია შესაძლებელია არ არის ტიპური განვითარების, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, რომ ბევრ ადამიანს აჯობოს იმაში, რაც მისთვის არის საყვარელი. ისე როგორც თემიკოს შემთხვევაში უზარმაზარია წარმატებები, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვართ. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, შემდეგ ქალბატონ ნანას მინდა დაუსვა შეკითხვა, რომელიც ტრადიციულად არის ხოლმე ასევე ამ გადაცემაში, არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უშუალოდ გადაცემის დაწყების წინ გადავწყვიტეთ, უნდა გავუმხილო ეს მაყურებელს. ჩვენ ტრადიციულად სამკერდე ნიშნებით ჩნდებით ამ გადაცემაში. სამკერდე ნიშნების, რომლის სიმბოლური გამოსახულება ეს არის პაზლი. ანუ მრავალფეროვანი დეტალები, სხვადასხვაგვარი დეტალები თავმოყრილი და გამთლიანებული. დღემდე რჩება, იყენებენ ამას როგორც სიმბოლოს ცნობადობის დღესთან დაკავშირებით. თუმცა, სწორედ სიახლეების ჭრილში, მას შემდეგ რაც ვისაუბრეთ, ჩვენ მოვიხსენით სამკერდე ნიშნები და დღეს ვართ ამ სამკერდე ნიშნის გარეშე. იმიტომ კი არა, რომ ეს სიმბოლური გაერთიანება არ არის საჭირო, ან რაღაც სიმბოლო არ გვაერთიანებს. დღეს აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვაერთიანებს სიმბოლო, რომელიც ყველაზე უსასრულოა. და რატომ გადაწყდა, რომ სწორედ უსასრულობის სიმბოლო იქნება მომავალში ის გამაერთიანებელი, რომელიც ამ თარიღთან დაკავშირებით იქნება ყველასათვის ნაცნობი. ნახეთ, ჩვენ როდესაც საუბრობდით ფაზლთან დაკავშირებით, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო დეტალები, რომლიდანაც უნდა აგვეწყო რაღაც ერთი მთლიანი. დღევანდელი შეხედულებებით ზუსტად არის ასე, რომ მრავალფეროვნებას, ამ ნეირო მრავალფეროვნებას პრაქტიკულად საზღვრები და ჩარჩოები არ აქვს და ამ ადამიანების შესაძლებლობები თუ მათ შეექმნებათ მოდიფიცირებული გარემო პრაქტიკულად უსასრულოა. შესაბამისად, ამიტომ უკვე აღარ საუბრობენ დეტალებისგან რაღაცა ერთი მთლიანის შექმნაზე, აღარ საუბრობენ რაღაცა გაურკვევლობაზე, რომელიც ადრე იყო, ეს იყო რაღაც გაურკვეველი დეტალები, რომლისგანაც ჩვენ ერთი მთლიანი უნდა შეგვექმნა. ამჟამად საუბრობთ პრაქტიკულად შესაძლებლობის უსასრულობაზე, თუ ზუსტადად ჩვენ გავყვებით იმ მთავარ თემატიკას, რომელიც 2026 წლის აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს აქვს, რომ ჩვენ მივიღებთ ამ ადამიანებს თავისი სისუსტეებით, თავისი ძლიერი მხარეებით და შესაბამისად ხელს შევუწყობთ საკუთარი უნარების მაქსიმალურად გამოვლინებაში. აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამ თემატიკასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ წლების განმავლობაში, როდესაც საუბრობდით აუტიზმზე, საუბრობდით როგორც გარკვეულ სწორხაზოვან ტრაექტორიის მქონე მდგომარეობაზე, რომ არსებობს შედარებით მკვეთრად გამოხატული ნიშნები, თავისი ძალიან მკვეთრი დეფიციტით და არსებობს შედარებით უფრო მსუბუქად გამოხატული ნიშნები და ვამბობდით, რომ ამიტომ იქმნება ეს სპექტრი ერთი შეხედვით, რომ არის მინიმალური, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები და მაქსიმალური, ასე ვთქვათ, პრობლემების ხარისხი და გვაქვს მინიმალური დეფიციტი, მაგრამ მაქსიმალური შესაძლებლობები. დღეს ასე აღარ არის.
დღეს არის რომ ჩვენ აუტიზმის მდგომარეობის მქონე ადამიანებს ვუყურებთ ერთგვარი ესეთი ფერადი ბორბლის ჭრილში და ძალიან მომწონს ეს ტერმინი, ხო? აი თუ თქვათ ადრე იყო რომ ეს არის სხივი, რომ იწყება რაღაცა სიმძიმით და ჩვენ არ ვიცით შესაძლებლობის ბოლო რა არის და უსასრულოდ მიდის შესაძლებლობები ამ ადამიანებთან. დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთი და იგივე მდგომარეობის ფარგლებში ამ ადამიანების შესაძლებლობები შეიძლება იყოს აბსოლუტურად განსხვავებული. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება თუ იქნება ადეკვატური, ეს ადამიანები ამ თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით, შესაძლებლობებით და მხარდაჭერის საშუალებით გამოავლენენ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს ფრაზა, რომლითაც ახლა თქვენ ამ ნაწილში მსჯელობდით, როდესაც ჩვენ გადაცემაში ვსაუბრობთ ხოლმე რუბრიკაზე, ერთ-ერთ პროექტზე, რომელიც გადაცემას ასევე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აქვს, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობები და შეზღუდავი უნარები. ჩვენ არ უარყოფთ იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს რომელიღაცა შესაძლებლობა შეიძლება არ ქონდეს ისეთი, როგორიც სხვას აქვს, სხვას ჩვენზე აღმატებული შეიძლება ქონდეს. ან არიან ადამიანები, რომელთაც მკვეთრად შეზღუდული აქვს ასეთი შესაძლებლობები. მაგრამ საზოგადოების განვითარება, საზოგადოების განათლება, სიმწიფის ხარისხი, ის გარემო, რომელშიც ამ ადამიანებს უწევთ არსებობა და ცხოვრება, ქმნის იმის წინაპირობას, რამდენად გამოიყენებენ ისინი საკუთარ უნარებს და რამდენად ფართო იქნება ის ასპარეზი, აი რაზედაც ახლა მე დასაუბრობ და ქალბატონო ნანა, რა სიახლით ხვდებით ამ თარიღს და რა შეგვიძლია ვთქვათ, რა იცვლება, ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე რომ ბევრი რამ იცვლება, მაგრამ აი რა იცვლება იგივე აუტისტური სპექტრის მართვასთან დაკავშირებით? ძალიან ბევრი რამ იცვლება და მე როგორც პედიატრ ნევროლოგი, რომელიც ამ ბავშვების შეიძლება პირველად შეფასებაში, მათი განვითარების პრობლემის პირველად შეფასებაში ვმონაწილეობ, ვხედავ აი ამ ძალიან დიდ წინსვლას პროფესიონალების, მთელი ჯარი ქალბატონი მედია და მისი კოლეგები, რომლებიც ბევრი წელია უკვე ამ საკითხზე მუშაობენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ მკვეთრად შემცირდა ის ასაკი, როცა მშობლები გვაკითხავენ ბავშვის განვითარების პრობლემების გამო. გარდა ამისა, ბევრად უფრო მსუბუქი პრობლემებით გვაკითხავენ, ვიდრე ვთქვათ გვაკითხავდნენ რამდენიმე წლის წინათ. და სამწუხაროდ ეს მსუბუქი პრობლემები უფრო ძნელი არის სადიფერენციაციოდ და დიაგნოსტიკისთვის და უფრო ბევრ პრობლემას ქმნიან, იმიტომ რომ წინათ გამოხატული სპექტრის ნიშნებით გვაკითხავდნენ და ძალიან ადვილი იყო, თქვათ, მათი გადამისამართება და ნამდვილად ადრე ხდებოდა დიაგნოსტიკა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ჩარევა ადრე ხდება და შედეგებიც გაცილებით უკეთესია, მაგრამ დღეს მთავარი არის, რომ წლინახევრის, წლის და რამოდენიმე თვის ბავშვები მოყავთ, რომელიც მშობელი უკვე გრძნობს, რომ ამ ბავშვს რაღაც პრობლემა აქვს, თუმცა ეს პრობლემა ჯერ ნამდვილად არ ეტევა კომუნიკაციის გამოხატულ პრობლემაში, არ ეტევა, ვთქვათ, არც ზოგადი განვითარების შეფერხებაში, ბევრად უფრო ნატიფი ხელსაწყოები და ადამიანური ცოდნა ადამიანები არიან საჭირო ამისთვის, ანუ უფრო დახვეწილი პროფესიონალიზმი, რომ ასეთ ადრეულ ასაკში ერთმანეთის მსგავსი სხვადასხვა მდგომარეობების გამიჯვნა და დროული ჩარევა მოხდეს. ეს მოითხოვს გაცილებით უფრო დიდ ცოდნას და პროფესიონალიზმს ადამიანებისგან, ვინც უშუალოდ ამ ბავშვების დიაგნოსტიკაში არიან ჩართული და მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი სიახლეა, ახალი სირთულეა, მაგრამ ახალი სირთულის დაძლევა ისევე მოხდება, როგორც მანამდე ჩვენ ყავდა 4, 5 და 6 წლის ბავშვები, რომლებსაც არ ვიცოდით რა ქონდათ და თანდათანობით ძალიან კარგად ისწავლა მთელმა პროფესიონალებმა საქართველოში ამის დიაგნოსტიკა და მართვა და შედეგებიც სახეზეა. როდესაც წლების წინ ერთ-ერთ გადაცემაში თქვენ ხაზგასმით საუბრობდით, რამდენად მნიშვნელოვანია ის მონაპოვარი, რომელიც გულისხმობს ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის შერწყმას, ჩვენ წლების მანძილზე თანამშრომლობაში ამ ფაქტმა დაგვარწმუნა და თქვენი პროგნოზი აღმოჩნდა, როგორც ყოველთვის ქალბატონო ნანა, სწორი და გამართლდა. მით უფრო, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ
აუტისტური სპექტრის აშლილობის მართვაში. რა უპირატესობა შექმნა სწორედ ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის ხედვების ურთიერთშერწყმამ და რამდენად მიესადაგება ეს სხვადასხვა დარგიდან მიღებული ერთობლივი ცოდნა, რამდენად ცვლის შესაძლებლობებს და რამდენად აფართოებს შესაძლებლობებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აი ასეთ ადრეულ ასაკში გვაქვს თავსატეხი და როდესაც ისეთი ამოცანები უნდა გადავჭრათ, რაზედაც წლევანდელი თემები გვეუბნება, როდესაც ერთი მხრივ ადამიანის სიცოცხლის ფასეულობა უნდა იყოს დაცული, ჰუმანურობის პრინციპი უნდა იყოს დაცული და არ უნდა დაგვავიწყდეს განსხვავებულობა. კი, ბატონო, იცით როგორ არის, აი თქვენ ძალიან გიყვართ ესეთი ტერმინის გამოყენება, მაგრამ როდესაც ამბობთ ხოლმე, რომ მრავალწახნაგოვანია, მაგალითად ეს ნეიროგანვითარებითი დარღვევები და რა თქმა უნდა, მხოლოდ შემიძლია დაგეთანხმოთ ამ შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან, რომ არ არის ეს სწორხაზოვანი მდგომარეობა, რაც უფრო მეტი დისციპლინის კვალიფიციური ცოდნა ექნება სპეციალისტს, შესაბამისად შეფასების და მართვის გაცილებით უფრო მარტივი ბერკეტები ექნება. და სწორედ ამიტომ არის, რომ აი ქალბატონმა ნანამ ადრეულ ასაკზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მაინც ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვეხებით, თუ უფრო ღრმად არ ჩავალთ, თქვათ, ჩვილობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ახლა უკვე ძალიან პოპულარული დარგია, მაინც წლების განმავლობაში ბავშვთა ფსიქიატრები დაახლოებით უფრო მოგვიანებით პერიოდში ერთვებოდნენ ხოლმე პროცესში. ამიტომაც აი ძალიან ბევრ დასავლურ ევროპულ ქვეყანაში თქვენ ნახავთ, რომ მათ ქვიათ ნეიროფსიქიატრები, ანუ არა კონკრეტულად ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრები, არამედ ნეიროფსიქიატრები. მაგალითად, ნეიროგანვითარებითი დარღვევებზე მომუშავე სპეციალისტებს დიდ ბრიტანეთში თუ არ ვცდები, მაგალითად, ქვიათ ინტელექტუალური დარღვევების სპეციალისტები, რაღაცა დიდი ჯგუფია და აქედან გამომდინარე. იქიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი, რომ ერთია მხოლოდ ქცევით დარღვევებზე აქცენტირება და მეორეა პარალელურად განვითარების ტრაექტორიაზე დაკვირვების შესაძლებლობა. ქალბატონო ნანამ ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასმა გააკეთა, რომ დიფერენციაცია დიაგნოსტიკურ კატეგორიებს შორის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი იმისი, თუ როგორი პროგნოზი გვექნება მომავალში და თქვენ იცით, რომ ნეიროგანვითარებითი დარღვევები მიეკუთვნება იმ დარღვევების რიგს, სადაც 3 წლამდე დიაგნოსტირება რადიკალურად ცვლის გამოსავალს. ამიტომ იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც შეიძლება, რომ ესეთი ორგანიკოს ექიმებს ქონდეს, ესე ვამბობ, ხო, მაინც ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, ქცევაზე და ემოციურ დარღვევებზე ორიენტირებული სპეციალისტები არიან, ეს გვაძლევს საშუალებას იმისას, რომ სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ნიშანსვეტები, იგივე თუ შევხედავთ, რომ მოტორული განვითარება შედარებით გაუმჯობესებულია, უმჯობესია და უფრო ასაკის შესაბამისია, თუ ხედავთ, რომ ბავშვების მხოლოდ ქცევა და ვერბალური შესაძლებლობები არის წამყვანი პრობლემა სხვა დამატებითი სირთულეების გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი გენეტიკური პათოლოგია შეიძლება იყოს წინაპირობა გარკვეული შეფერხების. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია უფრო თავისუფლად ვთქვათ დიფერენციაციასთან დაკავშირებით და გადამისამართების შემთხვევაშიც უფრო ნატიფი გადამისამართება სავარაუდოდ გონია რომ გაცილებით უკეთესად არის შესაძლებელი რამოდენიმე დავამატებ ამას მე და სწორედ აღნიშნა რომ ძალიან ბევრი არის დღეს გარკვეული სინდრომი რომელსაც ყველა სხვა ნიშანთან ერთად აქვს პლუს აუტისტური სპექტრის აშლილობა მაგალითად არავის არ გვეგონა 10 წლის წინ რომ დიუშენის დისტროფიას 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი რისკი აქვს აუტისტური სპექტრის ვიდრე ჩვეულებრივ პოპულაციას და თუ ადამიანმა არ იცის თქვათ ნევროლოგია არ იცის გენეტიკა ის სინდრომები რომლებიც არსებობს რა თქმა უნდა ის ვერ შეძლებს ამ პაციენტების სწორ მართვას ეს ისევ მივდივართ იქითკენ რომ რაც უფრო დრო გადის მით მეტი ცოდნა მოეთხოვება ექიმს და ახალგაზრდას განსაკუთრებით აუცილებლად ჭირდება მრავალმხრივი აი მრავალწახნაგოვანი ცოდნა იმისთვის რომ გავაუმჯობესოთ და ღირებულებები გავზარდოთ იმ ადამიანების ვისაც განსხვავებული ნიშნები აქვთ. მით უფრო რომ თქვენ ბრძანებდით რა ახალი ტენდენცია თვალშისაცემი როდესაც საქართველოს მაგალითზე საუბრობდით და ყოველდღიური პრაქტიკიდან მოიტანეთ ეს გამოცდილება არის თუ არა აუტიზმის მართვასთან დაკავშირებით განსხვავებული ტენდენცია დღეს სოფლიოში
მსოფლიოში, მოკლედ რომ გაუზიაროთ მაყურებელს, რომელიც გასათვალისწინებთ უფრო ვიდრე მე. კი ბატონო, აი რომ მოვდიოდი, ნამდვილად ფიქრობდი, რომ რა არის ის სიახლე, რომელიც მაგდრე წინა წელს არ გაგვიჟღერებია და ძალიან საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა პირსტონის უნივერსიტეტის ბაზაზე. ეს არის ესეთი Simons Foundation, ითვლება რომ ესეთი აუტიზმის კვლევის ერთ-ერთი ძალიან წამყვან ფონდად და მათ აქვთ Spark პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში აკვირდება აუტიზმის მდგომარეობის მქონე ადამიანებს. არა მხოლოდ ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს დიაგნოზი, არამედ მათ ოჯახებს, სიბლინგებს და ძალიან ღირებულია რეალურად ამ ფონდის და ამ გაერთიანების კვლევები ჩვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან შეცვლის სამომავლოდ მიდგომას აუტიზმთან დაკავშირებით, გახლავთ ის, რომ თუ თქვათ ადრე ვსაუბრობდით ნეირომრავალფეროვნებაზე მხოლოდ კლინიკური გამოვლინებით, ამ კვლევით დადასტურდა, რომ სხვადასხვა კლინიკურ გამოვლინებას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა გენეტიკური და ბიოლოგიური ბაზისი. ანუ თუ ჩვენ გვეგონა რომ ეს იყო ერთი გენეტიკური წინაპირობით განპირობებული კლინიკური სურათის და სიმძიმის მრავალფეროვნება, დღესდღეობით ვსაუბრობთ, რომ თითოეულ განსხვავებულ კლინიკურ გამოვლინებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ეტიოლოგია, ცუდი სიტყვა, რისკ საძირკველი სხვა. დიახ, გამომწვევი ფაქტორები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია სამყაროსთვის, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდზე მორგებული თერაპიის საშუალებას გვაძლევს. ეს გვაძლევს წინაპირობას იმისას, რომ შეიძლება ჩვენ სხვადასხვა კლინიკური გამოვლინების შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებული თერაპიული მიდგომა დაგვჭირდეს და პროგნოზის მოლოდინიც გქონდეს სხვა. შესაბამისად, დაგეგმარება ესეთი პირადი გეგმის თვალსაზრისით ჩვენ გაცილებით უფრო მარტივად შევძლებთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონებო, მრავალწლიანი მეგობრობისთვის და თანამშრომლობისთვის, ის რომ თქვენ ამ ტრადიციის ნაწილი ხართ, განუყოფელი ნაწილი ხართ და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა დარგის მონაცემების, უახლესი მონაცემების, მტკიცებითი მედიცინის უახლესი მონაცემების ჭრილში ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობადობის ამაღლება. მიუხედავად წარმატებისა, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რამდენად დამთრგუნველია სტიგმა და რამდენად მძიმე ტვირთია ბავშვებისთვისაც, მშობლებისთვისაც, მათი ოჯახებისთვისაც და რამდენად მნიშვნელოვანია მის გააზრება, რომ ჩვენი განსხვავებულობის მიუხედავად ჰუმანურობა არის მთავარი პრინციპი, რომელიც ნებისმიერი პრობლემის მართვაში უკეთეს რესურსებს გაამშღავნებს ხოლმე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე ღირებულია და ყველა ადამიანის სიცოცხლე არის განსაკუთრებული ღირებულება. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ ბავშვთა ნევროლოგი პროფესორი ქალბატონი ნანა ტატიშვილი და ბავშვთა ნევროლოგი და ფსიქიატრი ერთდროულად მედიცინის დოქტორი ქალბატონი მედეა ზირაქაშვილი. მე დღეს ამით გემშვიდობებით, ჩვენ დღეს ტრადიციული კვებით შუქნიშანი არ გვაქვს, მე ვფიქრობ, ჩვენი ფერადოვნება დღევანდელი სათქმელისა და იმ სიმბოლოებისა, რომელიც ამ დღეს უკავშირდება, სრულიად იტევს დღევანდელი თემის მთავარ სათქმელს და ტრადიციულად გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.